პირველიძე მუშაობდა შევარდნაძის მთავრობის დროს მინისტრად. მე როგორც ვიცი, მას ვარდების რევოლუციის მერე აქვს დადებული საპროცესო გარიგება და გადახდილი აქვს ძალიან დიდი ჯარიმა. შევარდნაძის დროს ჩადენილი გარკვეული კორუფციული ფაქტების და გამომდინარე, მე პირადად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თავიდანვე ვამბობთ, რომ შევარდნაძის კადრების დაბრუნება მით უმეტეს ესეთი კადრების სიკეთეს არ მოუტანდა ქვეყანას. ყველა მიცოდა და მთავრობაც იძულებული გახდა გარკვეული ზომები მიიღო სოფლის მეურნეობის პროგრამაში კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით. ყველასთვის ფაქტია, რომ ის ბარათები, ვაუჩერები თუ ბარათები, რომლებიც დაურიგდა ქართულ გლეხებს, მათი განაღდება ხდება 30%-იანი ეგრეთ წოდებული დისკაუნტით. უფრო მეტიც ნივთები და მასალები, რომლის შეძენასაც ახდენენ გლეხები სპეციალიზირებულ მაღაზიებში. ამ მაღაზიებში ამ პროდუქციის ფასი 30-40%-ით უფრო მაღალია ვიდრე სხვა სავაჭრო ობიექტებში. ეს ნიშნავს, რომ იმ 260 მილიონიანი პროექტიდან ქართულმა სახელმწიფო მოხელეებმა 80 მილიონი ჩაიდეს ჯიბეში. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი ტენდენციებია სხვა პროექტებში. მე მინდა გითხრათ, რომ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ თქვა გორში, როდესაც სტიქი დაზარალულ ადამიანებს გადახურვა, სახურავების გადახურვაზე არის 10%-იანი ოდიში და ეგრეთ წოდებული ბატონი ბიზნესპრო გასაგებ ტერმინს ვიხმარ ვაზვრატების საკითხი. იგივე ეხება კომპენსაციების დაზარალებთა კომპენსაციების გაწევაზე, თქვენ იცით, რომ იქ არის დეკლარირებული კორუფცია და მე მინდა დღევანდელ ხელისუფლებას უთხრა, რომ კიდევ ერთხელ უთხრა, რომ არ დაუშვა საქართველოში კორუფციის შემოbrunება. საქართველოს შევარდნაძის ეპოქაში იყო ჩამორჩენილი, არ გაიცემოდა ხელფასები და პენსიები, არ კეთდებოდა არაფერი და ამის მთავარი მიზეზი იყო ქვეყანაში გამეფებული კორუფცია.